სადაა ტრაქტორი? აბა სადავიზო? ჩვენ გადავედით უკვე. Ga je ook omhoog rennen? Wat is die dia? Je was die ketje. Wat is je baan? En dat doet ze zo meteen tegen. Heel goed. Ja, het is hartstikke groeiend. Jij gaat niet gewoon Oh. Nicole. He's the biggest. The biggest one. The biggest one. Sorry. By hand. Not bad.
Ona ვერ გავას. შეგონია იოლია? ვიცი ხო. მე რამდენჯერმე გავაკეთე ხაჭაპურს. უცხარი შაქო არ გიქნა. ამოიღო ბოჩები არის და საარაფსარა.
წინ წასული ძალიან ლამაზი ლაღი ცხოვრები მაინც ერთი სული გაქვს აქ დაბრუნდე აი აქ ან ეს სიმღერა მოისმინო ეს სადღეგრძელოს დაუგდო ყური და რაც თავარია იმ სითბო მიიღო რომელიც მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი აი ამ ქვეყანას გაუმარჯოს ბატონებო ღეგრძელი იყოს ზეგრძელი ხვავი და ბარაკა მოაკლოს ღმერთმა გულია დაწეს არა წვილი ეს ამბავი გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს დათმოფნერილი ხარ შოშია შენასი ადრიანა და დავქნა ვერ გავძელ სხვა მხარეს ვიყავი ნაღვლიანა და ვიცოდი ზამთრის ნაკვეთი აქაც რო დამიხვდებოდა შემაწუხებდა სიცივე და ცოტაც მომჭირდებოდა მაინც გავბედე წამოსვლა არ შეუშინდი ზამთარსა და მოვახციე კიდევაც ამ ჩემს საყვარელ საბარსა ჩემს საქართველოს ბაღნარსა აუმორჯოს ჩემს საქართველოს გაერთიანებული იყოს და ყოფილიყოს ერთად სობა იციან ვაჟკაცობა იციან ლამაზი კაცური კაცის ცხოვრება იციან კაცური კაცი ლამაზად ცხოვრობს ის იციან იმ კაცის დაფასება იციან ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენ სამშობლო ტაძარია სადაც ლამაზო ჯოგო შენ შემოგევლე შენი კინიმე შენ გენაცვალე შენ ლამაზ კაცობად მენაცვალე თქვენ შემოგევლე საქართველოს გილოცავ ჩვენ სამშობლოს გილოცავ ლამაზო და ბედნერად არა ვიწურებ ვიკეთებ იცოცხლებ იხარებ იცაიგენდერე და ლამაზად იყავი და მოდი მერთმა მოშალოთ ესეთი ლამაზი ჩახუტება ქართველებში იცოცხლებ და იცოცხლებ არა ინსპექცია პროვოკატორი დაიწიო ნახე გიღებს სულოთი ვიზია უამიდობის გამო გადიდო შეწვი უკვე ეგა ეს რა გაიცინე აი ბებო მოდი მე გადამიდო ატამი წამოიღე კი აბა წამოიღე ვაიმე თქვენ განაცხადებები ბებო მე რომ არ მომიკარა მანქანი ვიყეთ აი ძალიან ვიდეო სურათები რომ გადავუვოთ რა თქვენ ამის სურდა მე მინდა ჩემო კარგებო ზე ვათხეგზელო ზე რომ ეს ათბობს ქვეყანას და უმისოთ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე არ შეიძლება და ზესთან ერთად გაუმარჯოს დედას რომელიც გვათბობს და უმისოთ სიცოცხლე არ შეიძლება გაუმარჯოს დედას და მზეს ერთად ამ შემთხვევაში ჩემი ზინაიდა მომწონდა და გაუმარჯოს ქალბატონ ზინაიდას აქ უფროსი ქალბატონი ზინაიდა ყავს და ყველას დედას დაგილოცავ მზესთან ერთად ბატონებო ჩემო კარგებო რომელიც გვათბობს ურობლოთაც სიცოცხლე არ შეიძლება გაუმარჯოს მზეს გაუმარჯოს რა თქმა უნდა ჩემო ბუხო თავისთავად იგულისხმება იმიტომ რომ დედას გაუმარჯოს დედის რძეს გაუმარჯოს და ხანდახან ისე გითხვია თქვენთვის ვინოს როცა დედის რძესავით შეგარგოსო იყავით თქვენ გენაცვალე კარგად და დედა გიცოცხლოთ ვისაც აქვს ცოცხალი და დედის სიკვდილი საერთოდ არ შეიძლება მისვალებული დედები უდამ ჩვენს გულში ცოცხლებად დარჩებიან ყველას გაუმარჯოს ჩემო თენგის მზეს რომელიც გვათბობს და გაუმარჯოს დედას რომელიც გვათბობს ისე მზე
გაუმარჯოს ქალბატონ ზინაიდას ამ შემთხვევაში და იცოცხლოს და იხაროს ამ ქვეყანაზე და ყველა მინდა დაგილოცოს ყველას დედა ჩემო ბატონებო. დედის სიკვდილი არ შეიძლება კიდევ იმეორებ. დედა ყველასთვის ცოცხალია, მაგრამ განათლება შეუთვალოთ ვინც იმ ქვეყანაზე არიან, თორა ჩვენთვის სულ ცოცხლები იქნებიან ჩვენ სულში, ვისაც გვახსოვს რა თქმა უნდა. გაუმარჯოს დედას. აი აქ განდევია ყველა დედას გაუმარჯოს ეს ყველა დედას გაუმარჯოს დედას გაუმარჯოს ნოდარი და ბუხუს ამადაგებია რაზი ხარ დედას ყველა ნოდარი და ბუხუს დედასო და გიორგი აუმარჯოს საერთოდ დედას გაუმარჯოს დედა რა არის დედას ის შვილებს სამშობლოსთვის და საქართველოსთვის საქართველოს საკუთრო ლამაზად შვილის განცდელი დედამ ბიჭნიაღო მერქადაო მერქები არიან და უხლის გოდრები ია დალაპარაკო შესაძლებელი ავანტყოფია ასეთია ისეთია უპირობოდ უყვარს განურჩევლა და რაც თავარია ერთადერთი არსება ამ ქვეყანაზე რომელიც ცხოვრებას თავისი შვილის თვალებით უყურებს იმიტომ რომ სხვანაირად მას ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და მე მინდა აი ეს საოცარი ხალბატონი ჩვენი ზინადეიდას საოცარი ხალის საბერძნელო მინდა შევსვადა დღეს მოვიგონე მე ეს ამბავი აი ამ ხალის განწყობა 1-3 წლის წინანდელი 4 წლის წინანდელი და დღევანდელი როგორც სადა დედამიწა ხო რას ნიშნავს დედა როცა ხარობს შვილის ბედნიერებით ხო და როგორი იყო ხო შემოუთვალა აქ ჩამოსული არც ერთი გნახოთ და არც მეორე სანამ ის არ გადაწყვეტება რადგან ეს ხალბატონი ოცნება დღეს ის სიტუაციაა რომ აქედან წასვლა არც ეს აღარ უნდა ხო რატომ ყველაფერი კარგია მე უფრო მეტად დახუცებული მინდა შვილიშვილების გნახო შემოძინა ერთი რამე იწოდე შენ შემოგიოდე რა მარტო ჩემს და გიორგის ან კუკურის და ბუხოს დედა არა შენ ჩვენი დედაც ხარ იმ ხალხის დედა ხარ რომელსაც უკვე დედაცოცხალი აღარ აქვს იმიტომ რომ იმედია ჩვენ არ ერთადერთი რაც ყველაზე მეტად დამაკავდა მე ყველაზე მეტად ეს იყო დედის ლოცვა რომელიც ყოველ დღეს სახლიდან რო გავდიოდი უკან მომყვებოდა დღეს ასეთი მლოცველი ის ქალბატონები ხართ ის დედები ხართ რომელიც შემოგხვიშით ამიტომ იცოდეთ თქვენ თავს მარტო არ ეკუთვნით დიდხანს უნდა იცოცხლოთ დიდხანს იცოცხლეთ იხარეთ ილეგდერეთ თქვენი ლოცვა არ მოგვაკლოს ღმერთმა უკუნითი უკუნისამდე დასრულების ხსოვნა იყოს და ღმერთმა ნათელი შეამოყოს ამით მე როგორ მე შეხვედრები რა ფიქრია რათა შეძეს ჩემეროში ამაზე დიდგაზია ელო ნედა დაგლოცავთ ქალბატონ მოდრიგა იხარეთ ბედნიერებით იმედიერად ერთ ბედნიერებად გისურვებთ ბედნიერის ნამდვილად და ასეთ ბედნიერად შვილებში გამრავლები შვილთა შვილებს გინახავთ და მას დაში ისტორიული შედევ დაგილოცავთ ათაშვილების მოღვნება და არ დავიწყოთ არა, ადგომა დაბალი ვარ და ნამაზის სულის ადამიანი არათე ხარ ელო ამბელო ელო დედა და ელო დადა და მისკენი მეძიება ვარი მონამერტა ყველა დედას გაუმარჯოს სამხარაგებო ყველა მშობელს გაუმარჯოს გიორგი წიგნაძე აცია ხო ყველა მშობელს გაუმარჯოს მე უნდა ვთქვი ერთი ლექსი ამხარაგებო დაბერდა ჩემი ვენახი ავჩე ხო არ მემეტება თუ გული მწყდება ნუ გიკვირთ არ არის გადამეტება
ორივე ერთად მოუხუცდით ჩაული ხველებით ხანახან შავკარ შევარცლი ჩემი დამჭკნარი ხელებით შვილებო შვილიშვილებო ნუ გამამტარებთ ჭირივე ნუ დამანახებთ ნიწყებებს ოთხრილებს თქვენი ჭირივე საცა ათქაქ შორდებით თქვენთან სიცოცხლის მდომელი აცალეთ მისი ნაყოფით დალიეთ შესამდომელი და გაუმარჯობთ დედაშვილობის გამჩენსა ვთქო. სულ სიკეთე. ახა. სიხარული. თქვენი კარგად ყოფნა. მე ნახე ცოტა ხანს კიდე გავხარებული ხო თქვენი.
ჩვენს სტუმრებს გავუმართლე. მე მინდა ბატონ გია ცხეკაიას ვერჩი დღეს მასთან ერთად ის ლამაზი ადამიანები რომლებიც ძანდებიან დღეს ჩვენთან სტუმრად რაჭაში ნუგზარ გურგელიძეს ჩვენი ულამაზესი მიწის შვილი გენი ხოცით დღეს პირველად არის სამწუხაროდ რაჭაში მაგრამ უსურვოთ რომ რაც დააკლო ხო აზი შეესრულებიო მოგა ბატონო როლად გენაცვალე თქვენ ნამდვილად პირველად არ აღვწევთ თქვენი ტირები. თქვენ გენაცვალე ულამაზესად სამყაროსად ნამდვილად თქვენი ტირები. ეს უპლიორე შეიძლება თავადაც გემიაყოლა ბუნებაში მაგრამ რა ჩემს ნულადა რა ძალიან ხორა თქვენ გენაცვალე რა მიცოცხლეთ იხარე გადახაროთ ღმერთს ჩვენ ის კაცები ვართ ჩემო კარგებო რომ ჩვენ ერთმანეთს სულში უნდა ჩავწვდეთ და ჩავიხედოთ იმ ძირამ კაცობაში და ძმობაში ასეთი არის აგე ჩვენი აფრიზლები და სწორები დასაწყისად გენასწავლეთ ჩემს სიტყვას არა ალი ვარ ხანი თუ ერთმანეთს არ ჩავყიდეთ რა მოხდა მე კაცო რა მოხდება მაგიდან ხო დააყენით იმ რაჭას თუ ახლო შიადიარეთ და მე ბალანსი გაიხარეთ გაგახაროთ რავაჯერ ჩავამზადებოდი ჩვენთან აი ამ ლამაზ მიწაწკარზე თითოეულ შეთაკანის ოჯახში სასიკეთო და სასიხარო იცოთ რა ამბავი სამგზავრო შეისწავლა. შესანიშნავი. კარგი მეგობრები არიან წარმოდგენილი. ვისი სამგზავროს ჩემო ბატონმა ამადამ შესვა. და ჩემო როლანდ მოგესალმო სულთაგური. ბატონ როლანდთან ერთად ჩემ უგურის ოჯახში საერთოდ გებული გვაქვს რა სოფრასთან აი ყველაფერი რო იყო და გებრიელი სასმისებს გადავზიოდით ალოვერს ჩემო ბატონ როლანდ მეგონი ასე არის და მე ყველას ვიცავ აი მოგესალმები მე აი აქ ჩემს მიწაწყალზე რომ გიხილეთ თქვენ სულ ყველა თვითოული თქვენთაგანი აი მე მიხარია სამბავე და მოგესალმებით სოლიდაგულით და მე მინდა აგერ ბატონმა ნუგზარმა რო თქვა რომ იქ ორწმინდაში შევიდა ეკლესიაში იქ სულ ყველაფერი და აქაური ჩვენი მკვიდრი არის სისხლი და ყურსი ჩვენი და დღეს მომბრძანდა და რომ უხაროდა აქ თოვანებული იყო და აი ამ ჩემო ბატონ ნუგზარ თქვენ გენაცვალეთ თქვენს გვარს გამომარჯოს უზარმაზარი გვარია თქვენი გვარი წარმოდგენილი რაჭაში და აი ეს ხოტევი რაც გამოიარეთ მთელი იქ ამბროლაურამდე სულ თქვენი გვარი არის წარმოდგენილი მთელი ხოტევი შეეული გვარი და დიდი კაცები იყო დიდი კაცები იყო ყველა მე ვისაც არიან მოგესალმები სულთაგული მე მივესალმები ხაგერის წარმოდგენილი უყურას ძმა და მეგობარი აქ არის და ხაგერი ჩვენია და ჩვენი რაიონი ჩვენია ყველა მოყობენ რაჭა თაგვერი საერთოდ ბატონო ზერიფა საერთო გურია ო შენ გენაცვალე გურიას გაუმარჯოს გურია რა გაკავშირებია გურიას რა საქართველოს არასოდეს ჩავდა იყოს რას ქვია პრეზიდენტი საკუთრება და იმას ერთი საქართველოს
ნოდარი მე უბრალოდ იმიტომ რომ მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები ვინც ვისთვისაც ისინი დღეს იხდიან რა დამერწმუნეთ დღევანდელ დღეს ძალიან ძიმეა იმ სამსახურის უშაკი იყო რომელსაც უჭირს ყველანაირად უჭირს ეკონომიურად მაგრამ ყველაზე მეტად მორალურად უჭირს რამე თუ ძალიან ძიმე კონტინგენტთან გვაქვს საქმე აი ამ საქმეში როცა ერთად დგენან ადამიანები მიუხედავად იმისა რა განათლება წმინდა სამედიცინო თუ უბრალოდ ტექნიკური განათლება მე რისი თქმა მინდა იცით ეს ხალხი ამათ გარეშე ის სამსახური არ იარსებობს რა და ამიტომ მინდა მათი საბრძოლო განსაკუთრებულად შევსვა იმისთვის რომ ისინი არიან შეიძლება ესე ითქვას რა იმ ადამიანთა შორის რომელსაც დღეს შეუძლია გაიყვეხნოს რომ სიკეთეს აკეთებს და კეთილად ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და მეორე ხალხი ჩემი უყურის და ნოდარი ზუსტ მე ორი სახელით სარგებლობ ამ შემთხვევაში უახლოესი ადამიანი უხუს მეგობრებს და დღეს სახელმწიფო წარმომადგენლობა გამორჩეული კაცები უამრავი სიკეთე გაგვიგია თქვენი გიცნობთ შორიდან არა უსწორობა კარგახან გწოდნები ერთმანეთ დირექტორად ვიცი კაცები ხართ და გამორჩეული კაცები გზადები და თქვენი საწყობი ეს რაჭაში ამ ლამაზ ოჯახში ჩვენს ოჯახებში და ერთ მაქნას რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ჩვენი გაცნობა ყოფილიყოს დასაბამი ჩვენი კარგი ურთიერთობის და შემდგომი დიდი და ლამაზი დამეგობრების და ყველაფერი სიკეთე
ბატონო, მაგრამ მე პატარა მე ვიყავი ერთი მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი თუ მერვე კლასის, როცა ბატონი შალვა კუკურის მამა იყო კოლმეურნობის თავმჯდომარე, ჩვენთან სოფელში უწერეში და ის იყო რაღაც სასწაული კაცი. ცხენზე ამხედრებული კაცი, როცა გინდა დალეოა, მაშინ მანქანები არ იყო და შალვა ცხენს რომ მოუღებდა, მიდიოდა რა გემრიელად და დიდი ფორმალიანი კაცი და შალვა ისეთი პიროვნება იყო, რომ იქიდან მე შემიყვარდა ის გვარიც და სულ ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, ბატონო გია, შევცვალე. მე მივესალმები მთელ ბარსონიზე. მე გავხდი, კი ბატონო, სიძე გავხდი. რა მოხდა? სიძე გავხდი და მე კიდევ უფრო ჩავიხუტე მე. გულში ესიდებული, კარგი ხალხი. და ეხლა კუკური დამემოწმება მე რომ ხანდახან ისეთი პროექტი ყოფილვარ მე და თამანასაც დაუნიშნე ვახარ. ხანდახან ხო ის კანდიდატი, მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკუმი არსებობდა რაჭაში ყველაფერი, მაგრამ ეხლა დაიშალა ყველაფერი. ბატონო დავითი, მეცნიერი კაცი არის. ეგარი თავარი. რაგინა არის ეს? ჩემ რენზო. ჩემს ავთანი. წლების მანძილზე იყო საბჭოს თავმჯდომარე, როცა გზები კეთდებოდა. ამის ეზოში აი ფავრებია ჩემ ბატონო, ველნო შეგნი ამბავი და იკრებებოდნენ რა ხალხი რაღაცა პრობლემები მიდიოდა. ესე იყო როცა საქმე კეთდებოდა ჩემ ავთანელი. და მე თურმე მოვიდიოდი მთელი ავტობუსი და რაღაცა შეესწია. ავთანელმა მთელი ავტობუსი რა იცით, ბედნიერი გვარის წარმომადგენლები, ძამები, ჯამეთოქს. როგორ არის, იცით, არის ხოლმე. აი, კაც, რაღაც გვარის კაც. და ეს ერთი კაცია, იცნობ, შეიძლება 80 წელი მასთან ერთად გაატარო, მაგრამ ისე დამთავრდეს ეს მასწავლებლობა, რომ ეს ერთი კაცი ამ გვარის წარმომადგენელი იცნობდა და მეტი არავინ ამ ქვეყანაზე რა. აი მე ჩემს ნოდარის, ჩემს კუკურის, იცით, ამაში ეთყობა იმ გვარის წარმომადგენელია, ერთისგან დალოცვილი, რომელსაც თავისთავად მოსდევს უკან აი ამ ხელა არმია. არმია არტო ადამიანების კი არა, გვარის სიძლიერის, გვარის სახელის, აი წარმომავლობის შემობატონო თუგნება ხდა. იცით, ეს ერთგვარად ალბათ პერსონიზებმა თქვენმა წინაპრებმა ისე გახართ წარმოადგენელი და შემდგომი რომელიც აგერა აი მრავლდება და ხარო. თქვენი გამარჯვებისა იქ. ეგზელებისა იქ. შემობატონებო. ეხლა ყოველთვის გაგვაგონოს ხოლო სიკეთე პერსონიზების გვარისა. აიხარეთ ეგზელები და იმედა. ნოდარი, ესეთი პიროვნება არ მიჩნია, ნოდარის კარიერაში ალბათ საუკუნეში ერთი იმაზე, რაღაც უბრალო, ასმესანი, ჯობიანი. აი, თვალებით რომ მიგიხდება შენს ყველანაირი გაჭირვება სასწრაფო. მე ვერცელა გულისხმობ და მე ყველა პარსონიკეს, ბატონო დავით, თქვენი სამადო, ბატონო ალკანდი, ჩემო ბატონო ჟორა, ჩვენ ბევრი დიდი ჭუთები გვაქვს, სიხარულის და ბედნიერის და ფესტების. მე თვითონ ვიბრალოთ, ფესტები. ამიტომ ჩვენ ათოლები ვართ და სიხარულს თქვენმა გვარმა, თქვენმა ჯიშმა იყო. და გავალი და ბრავალი. აი ხა.
Emila ჩემი სამყაროს ადამიანი ჩემი დავით ჩემი ალფა ჩემი გიორგი ალექსეევიჩი ჩემი რეზა დავოსი ეს ჩემი უპროს ბიძები მეგობრები და ყველაფერი დავით ფარსონიძე არის ის კაცი რომელმაც ესე იგი ამდენი ხანი იცხოვრა ამ ქვეყანაზე ომში იყო ყველაფერი ბოლომდე გაატარა და ჩამოვიდა მე ტექნიკუმში იყო დირექტორის მოადგილე მეცნიერება კანდიდატია ხელფასის გარდა არაფერი არის სამკაცმა თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში ხელფასის გარდა ერთი კაპიტი ის ხელფასი კი ქონა 300-400 ლარი მანეთი ქონა ხელფასის გარდა არაფერი არის ის და ხოდა ახლა ხოდა ესეთ